ახლა კიდევ ერთ შოკის მომგვრელ განცხადებას გავაკეთებ. ამის გაკეთებას ვერ გავბედავდი. პავლეს რომ არ ეთქვა ეს პირველად. ამას რომაელთა მეშვიდე თავში იპოვით. გეუბნებით რომაელთა ეპისტოლეს საოცარი წიგნია. სანამ ქრისტიანი გავხდებოდი, ლოგიკის პროფესორი ვიყავი. ლოგიკა მართლა მაინტერესებდა და ვფიქრობ, ლოგიკა საოცარი რამაა. ის კომპიუტერს გავს. თუ სწორ ინფორმაციას ჩატვირთავთ კომპიუტერში, სწორ შედეგებს მიიღებთ. მაგრამ თუ არასწორ ინფორმაციას ჩატვირთავთ, არასწორ შედეგებს მიიღებთ. ლოგიკა პასუხებს არ გაძლევთ. ლოგიკა მხოლოდ იმის დანახვის საშუალებას გაძლევთ, რამდენად თავსებადია თქვენი დასკვნები. ამიტომ ჩემი აზრით, ყველაფრიდან რაც გეოდესმე წამიკითხავს, ბიბლია ყველაზე ლოგიკური წიგნია. პირადად მე თავს ინტელექტუალურად დაჩაგრულად არ ვგრძნობ, იმიტომ რომ ბიბლიის მწამს. ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა. მე გეუბნებით, თქვენც არ უნდა იგრძნოთ თავი ინტელექტუალურად დაჩაგრულად. მათ შეიძლება ფუნდამენტალისტის იარლიყი მოგაწება. იყოს ასე. იყავით ფუნდამენტალისტი, რაც არ უნდა იყოს ეს. სინამდვილეში მას ძირითადად იყენებენ როგორც რაღაცას, რაც ადამიანების ემოციებს აღძრავს თქვენს წინააღმდეგ. ადამიანებს, რომლებიც ფუნდამენტალიზმზე ლაპარაკობენ, არ განუსაზღვრავთ რა არის ფუნდამენტალიზმი. უამრავი სიტყვა, რომლებსაც ადამიანები უბრალოდ იმისთვის იყენებენ, რომ სხვა ადამიანებს შავი ლაქა დაადონ, მაგრამ არ განსაზღვრავენ მათ. ნუ შეგეშინდებათ ფუნდამენტალისტად წოდების. მომდევნო ჯერზე, როცა ვინმე ამას დაგიძახებთ უთხარით, გთხოვთ, ამიხსენით, რას გულისხმობთ ფუნდამენტალისტში. კარგი, ახლა მივდივართ პავლეს ამ შოკის მომგვრელ განცხადებასთან რომაელთა მეშვიდე თავში. რაც უფრო შორს მიდიხართ მასთან ერთად, მით უფრო შოკის მომგვრელი ხდება ის. რომაელთა 7, 4 და შემდეგ. ამიტომ, ჩემო ძმებო, თქვენც მოკლით რჯულისთვის ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რათა სხვაზე გათხოვდეთ, მასზე, ვინც მკვდრეთით ავდგა, რათა ღმერთისთვის ნაყოფი გამოვიყოთ. პავლე ამბობს, რომ ერთ დროს თუ თქვენ რელიგიური ებრაელი იყავით, რჯულზე იყავით დაქორწინებული. და რჯულისგან განშორება და სხვაზე დაქორწინება იქნებოდა მრუშობა, სულიერი მრუშობა. თუ არ აღმოაჩენით, რომ რჯული მოკვდა. მაგრამ ჯვარზე იესოს სიკვდილის მეშვეობით რჯული მოკვდა. გესმით? ეს ნამდვილი პრობლემაა ებრაელების უმრავლესობისთვის. მათ გონიათ, რომ თუ ისინი არ შეეცდებიან რჯულის დაცვას და ძირითადად ამას ნამდვილად არ აკეთებენ, ისინი უღალატებენ თავიანთ ქმარს. უნდა მოხდეს გამოცხადება, რომ რჯული ქრისტეში მოკვდა. რათა მათ სხვაზე აღმდგარ მესიაზე დაქორწინება შეეძლოთ. და მისი მეშვეობით მათაც და ჩვენ შეგვიძლია ნაყოფის გამოღება. გესმით? ნაყოფი მხოლოდ შეერთებით მოდის. მაგრამ იმას, რასთანაც გაერთიანებული ვართ, განსაზღვრავს იმას თუ რა გამოგვაქვს. მაგრამ თუ გაერთიანებული ვართ ქრისტესთან კავშირში, მაშინ გამოვიღებთ სულის ნაყოფს. შემდეგ პავლე აგზელებს, რადგან როცა ხორცში ვიყავით ცოდვის ნებანი, რომლებიც რჯულის მიერ იყო აღძრული, ჩვენ სასოებში მუშაობდა სიკვდილისთვის ნაყოფის გამოსაღებით. ეს საოცარი განცხადებაა, რა? ცოდვის ნებანი, რომლებიც რჯულის მიერ იყო. სხვა სიტყვებით, პავლე ამბობს, რჯულმა ცოდვილი ნებები აღძრა. შეგიძლიათ ეს გაიაზროთ? მოგიყვებით კიდევ ერთ მონაკვეთს, კორინთელთა პირველი წერილიდან, მე-15 თავიდან, 56 მუხლი. ეს ერთ-ერთი იმ ამოსუნთქვის შემკავებელი განცხადებაა. სიკვდილის საწერტელი ცოდვაა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია. პავლე აგზელებს რომელთა მეშვიდე თავში ისამბობს. არაფერი არასწორი რჯულში, ის სრულყოფილია. პრობლემა ჩვენშია. ხომ ხედავთ, თუ შეიძლება ასე ვთქვა, რჯული გარედან მუშაობს. ის ამბობს. გააკეთე ეს, ნუ გააკეთებ იმას. თქვენ ამბობთ. კარგი, ამას გავაკეთებ და ამას არ გავაკეთებ. და ამის გაკეთებისას თქვენ საკუთარ შესაძლებლობებს ენდობით. ეს არის პრობლემა, რადგან თქვენ არ გაქვთ უნარი გააკეთოთ ის, რაც სწორია და თავი აარიდოთ იმას, რაც არასწორია. მაგრამ ხედავთ, ჩვენი ხორცის არსებითი ბუნება, საკუთარ თავზე დამოკიდებულება და არა ღმერთზე დამოკიდებულების სურვილი. დაუბრუნდეთ ცდუნებას ედემის ბაღში. რა იყო მოტივაცია, რომელიც სატანამ გამოიყენა? იქნებით როგორც ღმერთი.
არაფერი არასწორი იმაში, რომ იყო ღმერთის მსგავსი. რა იყო პრობლემა? ისინი იქნებოდნენ ღმერთის მსგავსნი ღმერთზე, დამოკიდებულების გარეშე. ისინი დამოკიდებულნი იქნებოდნენ სიკეთისა და ბოროტების ცოდნაზე. ეს არის კაცობრიობის ძირეული პრობლემა. ეს არის რელიგიური ადამიანების ძირეული პრობლემა. ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ღმერთის მსგავსნი, მაგრამ არ გვინდა ღმერთზე დამოკიდებულება. ცოდვის არსი არის ღმერთზე დამოკიდებულებაზე უარის თქმა. ეს არის ცოდვა თავისი არსით. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ცოდვილის აქციელი, რომელსაც ჩადიხართ. ეს არის საკუთარ თავზე დამოკიდებულება, რომელიც ღმერთის მადლს თქვენი ცხოვრებიდან გამორიცხავს. და ეს არის ყველაზე რთული რამ, ჩემი აზრით, რასთანაც ღმერთს უწევს გამკლავება თქვენში და ჩემში. ეს არის თვითმართალი დამოკიდებულება. მე შემიძლია ამის გაკეთება დამოუკიდებლად. მე არ მჭირდება ღმერთი. რამდენადაც ვიცი და ეს მხოლოდ აზრია, სამყაროში მხოლოდ ორი სახის არსება, რომლებსაც ღმერთისგან დამოუკიდებლობა უნდათ. ერთი არის დაცემული ანგელოზები, რომლებიც სატანას მის ამბოხში შეუერთდნენ. მეორე კი ადამიანთა მოდგმა. სხვა არაფერ სამყაროში ღმერთისგან დამოუკიდებლობა არ სურს. ჩიტებს არ სურთ დამოუკიდებლობა, არსებებს არ სურთ, თევზებს არ სურთ, ვარსკვლავებს არ სურთ. ყველა ბედნიერად არის ღმერთზე დამოკიდებული. მაგრამ თქვენ და მე დაცემისა და ჩვენი ხორცელი ბუნების გამო მემკვიდრეობით მივიღეთ ეს პრობლემა. არ მოგწონს ღმერთზე დამოკიდებულება. მოგწონს იმის თქმა, რომ ეს დამოუკიდებლად გავაკეთე. მე ღმერთი არ მჭირდებოდა. ძვირფასო მეგობრებო, ღმერთი ყველაზე მეტად გჭირდება. და ღმერთი ყველაზე მეტად მაშინ გჭირდებათ, როცა ფიქრობთ, რომ ის არ გჭირდებათ. და თუ თქვენს ქრისტიანულ გამოცდილებას გაანალიზებთ, ფიქრობ, მიხვდებით, რომ ყველა პრობლემა, რომელიც თქვენში შეგხვედრიათ, სათავეს იღებს ღმერთის გარეშე გაკეთების მცდელობიდან, სათავეს იღებს ღმერთის მადლზე დამოკიდებულებაზე უარის თქმისგან. რუთი საავადმყოფოში იყო რამდენიმე წლის წინ, ოპერაციის მოლოდინში. ის ძალიან სუსტი იყო, უნდა ბიბლიის წაკითხვა, მაგრამ არ შეეძლო. და უფროსმა დამ, ეს კათოლიკური საავადმყოფო იყო. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ამერიკაში საავადმყოფოს არჩევა რომ მომიწიოს, კათოლიკურ საავადმყოფოს ავირჩიებდი, რადგან იქ სულ ცოტა თანაგზნობა მაინცაა დარჩენილი. უმრავლესობაში ძალიან ცოტაა. ეს შეიძლება ახალ ზელანდიაში არ იყოს მართალი. ეს უბრალოდ კომენტარია, მაგრამ ასეა თუ ისე რუთი ამ კათოლიკურ საავადმყოფოში იყო და უფროსი და რომელიც 70 წელს გადაცილებული იყო, დადიოდა და ახალ პაციენტებს ნახულობდა და დაინახა რუთი იქ რუც ბიბლია ჰქონდა, მაგრამ მისი სასაკითხად ზედმეტად სუსტი იყო. და ამ ძვირფასმა დამთქვა, შემიძლია რამე გავაკეთო თქვენთვის. და რუთმა თქვა, დიახ, გთხოვთ, წამიკითხავთ ბიბლიას? დამთქვა, რა გინდათ წაგიკითხოთ. რუთმა თქვა, ფილიპელთა მეორე თავი. დამთქვა, ისე, ეს ის მონაკვეთი იყო, რომელზეც მე მონაზვნად ვიყავი ნაკურთხი. ასე შეხვდნენ ერთმანეთს და შემდეგ ამ კათოლიკედამ გააზიარა რაღაც, რაც მოხდა. ის ესწრებოდა მონაზვნების თავშეყრას, რომელზეც მომხსენებელი ტრაპისტელი ბერი იყო. ტრაპისტელებს თავიანთ მონასტერში ლაპარაკის უფლება არ აქვთ. მათ დუმილის აღთქმა აქვთ, მაგრამ როცა ხანდახან მათ გამოსვლის უფლება აქვთ, მაშინ მათ უფლება ეძლევათ ასწავლონ ადამიანებს ის, რაც თავიანთი დუმილის დროს ისწავლეს. და ამიტომ ეს ტრაპისტელი ბერი ასწავლიდა ამ კათოლიკედებს და ეს თქვა მან და მან ეს რუთს გადასცა. გამხედავ, რომ თუ ღმერთს უნდა რომ რაღაც გავრცელდეს, ის გავრცელდება. აქ არის ბერი, რომელსაც ლაპარაკის უფლება არ აქვს და ასწავლის კათოლიკედების პატარა ჯგუფს, რომლებიც უბრალოდ საკუთარ ჯგუფში იყვნენ. მაგრამ ეს გზავნილი მე მომივიდა და ის იმდენჯერ ჩავწერე ფირზე, რომ ძირითადად მთელ სამყაროს მიაღწია. ვინ დაგეგმა ეს? არავინ ღმერთის გარდა. ასეა თუ ისე, ეს თქვა ამ ტრაპისტელმა ბერმა ამ დებისთვის. ილოცეთ, რომ გინდოდეთ არ იყოთ დაფასებული, არ იყოთ დამოუკიდებელი და არ გქონდეთ კონტროლი. ილოცებდით ამისთვის? ეს ცოტა ძალისხმევას მოითხოვს, არა? ამაზე დიდხანს ვფიქრობდი. ისე არ ვიყო დაფასებული, ამასთან დიდი პრობლემა არ მაქვს. არ ვიყო დამოუკიდებელი, მივხვდი, რომ დამოუკიდებლობა შეცდომაა.
დაცული. ბოდიში არ ვიყო დაცული. გამოსწორება მინდა. არ ვიყო დაფასებული, არ ვიყო დაცული. არ მქონდეს კონტროლი. ისე, ეს ბოლო ორია, რამაც ნამდვილად შემაშფოთა. შემიძლია ნამდვილად ვისურვო, რომ არ ვიყო დაცული. ისე, კარგი, ჩემი უსაფრთხოება უფალშია. მაგრამ არ ვიყო დამოუკიდებელი, არ მქონდეს კონტროლი. ბოდიში. ეს ჩემთვის ყველაზე რთულია. ნამდვილად მინდა რომ კონტროლი არ მქონდეს. სხვა სიტყვებით, მართლა მზად ვარ რომ ღმერთს მივცე კონტროლი. ეს არის საკითხი. ეს არის მადლი, როცა ღმერთი აკონტროლებს. გეუბნებით, ვლოცავ იმ ძვირფას მონაზონს, იმედია ის ჯერ კიდევ ცოცხალია. მადლობას ვუხდი მას იმისთვის, რაც მან ღვთის მეშვეობით ჩემს აზროვნებაში შეიტანა. ხედავთ მე ამას ვხედავ როგორც კაცობრიობის ძირითად პრობლემას. ეს არის კონტროლის, დაცულობის, დამოუკიდებლობის სურვილი. და ცოდვის არსი არის სამყაროში ყოფნა, რომელიც შექმნილია მოსიყვარულით. ყოვლისმცოდნე ღმერთის მიერ და მასზე დამოუკიდებლობის სურვილი. ნუ მეტყვით ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, რომ თქვენ ეს პრობლემა არასდროს გქონიათ. რადგან არც ერთი ჩვენგანი არ ყოფილა ყოველთვის კმაყოფილი ღმერთზე დამოკიდებულებით, რომ ღმერთს ქონოდა კონტროლი. ეს არის რწმენის ნამდვილი გზა. ეს არის მადლის გზა. ამას რამდენიმე საათში არ მივაღწევთ. სინამდვილეში ამას 50 წელზე მეტი დამჭირდა და ჯერ კიდევ იქ არ ვარ. მაგრამ უფრო ახლოს ვარ, ვიდრე ვიყავი, ამით მინდა გაგამხნევოთ. ახლა გავაგრძელოთ. რჯული ცოდვას აღძრავს. რატომ? რადგან ის ამბობს, შენ შეგიძლია ამის გაკეთება. იმოქმედე, დაეყრდენი საკუთარ თავს. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთო, არის ამ წესების დაცვა და ის გატყუებთ თვითდაჯერებულობაში, საკუთარ თავზე დამოკიდებულებაში. ასე გვატყუებს რჯული. და გთხოვთ, ნება მომეცით თქვა, რომ რჯულში არაფერი არასწორი. პავლე აგრძელებს იმავე თავში და ამბობს, რომ რჯული კარგია, რჯული სრულყოფილია. რჯულში არაფერი არასწორი. პრობლემა ჩვენშია. ჩვენს ხორცელ ბუნებაში ყველას გვაქვს დამოუკიდებლობის სურვილი. დარწმუნებული ვარ, თქვენგან უმრავლესობას უყურებია ბავშვისთვის. დავაკვირდი, რომ დაახლოებით 2 წლის ასაკში ეს სურვილი ნამდვილად ზედაპირზე ამოდის. თქვენ ეუბნებით ამ ტკბილ პატარა ბავშვს 2 წლისას მოდი აქ და ის ტრიალდება და საპირისპირო მიმართულებით მიდის. მართალია, ეს არის ძველი ხორციელი ბუნება, რომელიც ჩვენში ვლინდება. რჯული ღმერთის დიაგნოსტიკა, რათა ეს პრობლემა ღიად გამოაჩინოს. ხედავთ, თუ ექიმთან მიხვიდოდით და ეტყოდით, ექიმო, მუცელი მტკივა. ის უბრალოდ ხელს არ გაიწვდიდა და აბების კოლოფს არ აიღებდა. ის შეეცდებოდა თქვენი მუცლის ტკივილის მიზეზის ყოფნას. სხვა სიტყვებით, სანამ წამალს დანიშნავდა, ის დიაგნოზს მოძებნიდა. და ასე გვექცევა ღმერთი. ის არ გვთავაზობს წამალს, სანამ ჩვენს პრობლემას არ დაადგენს. მაშინ ჩვენ ვიცით, რომ წამალი ყველაზე მეტად გვჭირდება.